საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ამ სამი ქვეყნის დაწინაურებულ ტრიოდ აღიარება და მათთვის ევროპული პერსპექტივის მიცემას, ანუ წევრობის დაპირებას ევროკავშირის უახლოესი სამეზობლოს ისტორიის შეცვლა შეუძლია. ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა 50 მილიონი ადამიანიდან უმრავლესობისთვის თაობების ოცნებაა. სამეულთან გაბედული ნაბიჯებით ბევრი რამ იცვლება ევროკავშირისთვისაც. იზრდება რეგიონში გეოპოლიტიკური გავლენა, ორგანიზაციის გაფართოება ეგრეთ წოდებული გადაღლილობის აღქმის საპირისპირო ნაბიჯია, რაც ევროპული პროექტის წარმატებას ცხადყოფს. გზავნილია რუსეთისთვის, რომ სამი ევროპული დემოკრატიული სუვერენული სახელმწიფოს ევროპულ მომავალს სამხედრო ჩარევით და ჰიბრიდული ომით ვერ შეცვლის. ასოცირებიდან ბლოკის წევრობამდე ბევრ ბეწვის ხიდზე ღირსეულად და წარმატებით გავლაა საჭირო. როდის გავხდებით ევროკავშირის მოქალაქეები და რაზეა ეს დამოკიდებული? მე მინდა რომ დღესვე საქართველო იყოს ევროკავშირის და ნატოს წევრი. მაგრამ ამისთვის აუცილებელია ძალიან სერიოზული შრომა, აუცილებელია შიდა კონსოლიდაცია, აუცილებელია რეფორმების გაგრძელება. ყველამ ერთად უნდა გავერთიანდეთ ამ მიზნის მისაღწევად და ეს ყველას გამარჯვება იქნება, ქვეყნის გამარჯვება იქნება. იმ ქვეყნების პრემიერები, რომლებსაც ამბიციური გეგმები აქვთ, ამ კვირაში ერთად პირველად შეხვდნენ ევროპული სტრუქტურების სამ პრეზიდენტს. მთავრობის მეთაურებმა პარტნიორებს გადასცეს რისი წაკითხვა სურთ 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში. ევროკავშირი აღიარებს ასოცირებულ ტრიოს ამ ფორმატში და ამ მოცემულობით და ეს არის აღიარება სწორედ იმ პროგრესის, რა პროგრესით საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი მთავარი მიზანი წევრობამდე არის მაქსიმალურად უზრუნველყოთ საქართველოს მაქსიმალური ჩართვა ევროკავშირის შესაბამის პროგრამებში, შესაბამის სააგენტოებში, უზრუნველყოთ ქვეყნის ფიზიკური ინტეგრაცია. 2014 წლის 27 ივნის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. მაშინ ითქვა, რომ ამით საქართველო ბუნებრივ გარემოს, ევროპას, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ გარემოს ბრუნდება. 7 წლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელზეც როგორც პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, საერთო ფასეულობების, ერთობის, სოლიდარობის და მჭიდრო თანამშრომლობის სტრატეგია შემუშავების შესაძლებლობას იძლევა. თავი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა, ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს. ამ კონტექსტში მოხდება უკვე მიღწეული შედეგების გააზრება და ევროკავშირის სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ლიდერებთან ერთად სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა მეტად სიღრმისეული დარგობრივი ინტეგრაციისთვის. საერთო ისტორიის გარდა სამივე ქვეყანას გვაერთიანებს ევროპული მისწრაფებები და ჩვენი ერების მტკიცე არჩევანი, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე. მოუთმენლად ველით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომელიც გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან. წარმატება ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ევროკავშირის გარდა ნატოშიც სჭირდება. ბრიუსელს ამ კვირაში რიგა მოჰყვა, სადაც ორი ასპირანტი, ღირებული პარტნიორები და მომავალი წევრები დაპატიჟეს. რუსეთს არ აქვს უფლება გააკონტროლოს მისი მეზობლების ნება თუ ქმედებები. ნატოში გაწევრიანება დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს საკუთარი ნება უნდა იყოს და რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. აუცილებელია, რომ სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით გაიზარდოს ჩვენი თანამშრომლობა პრაქტიკული ინსტრუმენტების იმპლემენტაციის კუთხით. მეტი საპორტო ვიზიტები, რაც შეიძლება მეტი წვრთნები, ერთობლივი, ჩვენი შეიარაღებული ძალების თავსებადობის გაზრდა, ინფორმაციის გასვლა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის ის კონკრეტული პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც გვაახლოვებს წევრობასთან. ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს. მიპატიჟებას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება და კონსენსუსი, რაშიც წევრ სახელმწიფოებს ასპირანტი უნდა დაეხმაროს.
სამშვიდობო პოლიტიკა ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევასთან გამკლავების კუთხით ოკუპირებული ტერიტორიები მაგის მხედველობაში საქართველო არის თანმიმდევრული. გაცხადებული გვაქვს, რომ ჩვენ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ ძალის გამოყენებით და უფრო მეტიც იურიდიულად სავალდებულო ვალდებულება გვაქვს აღებული ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ საქართველო არის პროგნოზირებადი. ევროპული კვირა ეუთოში დასრულდა საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე გაკეთებული განცხადებებით. ოკუპაციასთან შეურიგებლობა, ძალისმიერი მეთოდებით ქვეყნების საზღვრების დარღვევის მიუღებლობა ეუთოსთვის წითელი ხაზია. ეს ხაზიც და მეზობლების საზღვრებიც რუსეთმა არაერთხელ დაარღვია. ის, რაც არ დაირღვევა, არ შემოტრიალდება და საუკეთესო პასუხია კრემლის აგრესიაზე, არის გზა, რომელსაც ჩვენ ყველა ბრიუსელისკენ მივყავართ.